ანუ თან საღადაო ისა რომ ეს კიდე არის მინიმალური მგონი რაც კი შეიძლება ნახოთ ან ანუ ეს მოკლედ დავფარე რა მდგომარეობაში იყო ბინა პროსტო მოდი ნახოთ $100,000 ნაკლებ კარგ მოწესრიგებულ ბინას ძალიან ძნელია რომ ნახო თან ისეთი რომ იყოს არა ერთოთახიანი ერთოთახიანი ბინის ფასი ხალხო გაგვერხა მაგარი მართლა ჩვენ თაობამ როგორ უნდა გადავრჩეთ ვისაც არ ყავს სუპერ პუპერ მდიდარი მშობლები ანუ საშუალო დონე რომც იყო მაინც შეუძლებელია თუ მშობელი არ გჩოქნის ბინას მაგის გარეშე ყიდვა დამოუკიდებლად ბინის იმიტომ რომ გინდა დიპლომი გქონდეს გინდა ორ სამსახურში იმუშაო ერთად აი ამხელა თანხა თან ერთოთახიანში და ხელფასები რომელიც არის საქართველოში ვერ იყიდი როგორც მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ვერ იყიდი ბინას რამ ხელთან ხანდა გადადო შეინახო რომ აგროვო ახლა არ დაიწყოთ რომ აი პროცენტობა იპოთეკა ხო შეიძლება რაღაც ბანკისგან ის რამ ხელა პროცენტებია ხალხო რამ ანუ კაი ხო გადაიხდი მაგის ფულს მე რა ვიცი გავა 10 წელი და დაფარებ შენი თანხა ხო რაც თანხა მაგრამ პლუს დამატებითი პროცენტობა ზოხდიდი ბანკს და რომ რამდენი აჩუქე ფული და მაინც გაუგებარია ჩემთვის როგორ უნდა იყიდო დამოუკიდებლად ვინმე რო არ დაგეხმარება ეგრე საღოლ მართლა ვინც იყიდეთ თან 25 წლამდე თუ ადამიანს აქვს საკუთარი ბინა თან ნულიდან რო დაიწყო ეგეთი არის საერთოდ ეგ საკითხავია